ნება მიგოდეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი შემდეგი სტუმრები, ბატონები მურმან შათილიშვილი და ამირან ჩხაიძე. მოგესალმებით, ძვირფასო ხალხო. მათ ვარ დარწმუნებული ძალიან ბევრს გაუხარდა თქვენი დანახვა, იმიტომ რომ აი უკანასკნელი წლების განმავლობაში განსაკუთრებით შეიყვარა თქვენი დუეტი ქართველმა მსმენელმა და ქართველმა მაყურებელმა და ვისარგებლებ შემთხვევით მათთან ერთად მოგილოცავ სული და გული ჩობა ახალწელს. დიდი მადლობა. სიკეთე მოგცეთ ღმერთმა, ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო. გაიხარეთ. დიდი მადლობა. მოგილოცავ თელ საქართველოს მიულოცავ, ყველა მიყოს ბედნიერი, ყველა მიყოს ჯანმრთელი და მშვიდობა იყოს ყველა სახში. გაიხარეთ. ძალიან ბატონო მურმან, თქვენ განსაკუთრებით გემღერებოდეს ბატონო, მეტი არაფერი არ მინდა მე. გემღერებო. გაიხარეთ ყველანი. თელ საქართველოს საუბრობ. თქვენს თვალწინ გაიარა ქუთაისის არაერთი კოლორიტის ცხოვრებამ და უამრავი ისტორიის აი ცოცხალი მომსწრე ხარ და მინდა გთხოვოთ გაიხსენოთ. კი ბატონო. ქუთაისში ცხოვრობდა ერთი გადასარევი კარგი კაცი, უგანათლებულესი კაცი. გურამ უგრეხელიძე, ასეთი ადვოკატი იყო, სულ თავს და მოსწრე. აი მინდია უგრეხელიძის კი ბატონი მინდიას მამა, კი ბატონო. მგონი ყველა იცნობს მინდიას და მინდია. ამ კაცს ჰქონდა რაღაც არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარი რაღაცა. ერთხელ მიყვება რომ ვანი და ბაღდათი ხო მეზობლები არიან. და მოსამართლე ყავდათ ერთი გადასარევი ჯილფასი კაცი. ნუ ამ მოსამართლეები ყველა ნამოსწრებულები არიან და ესე. ერთხელ ამას რაღაც შემომითოლა მიშველე რაღაცა ბატონო გურამო. რაიო მიირავენ კაცო. რაფერ გიჯერება მოსამართლე კაცო, რაფერ გიჯერება. ჩავედი გავარკვიე საქმეები აქ დიდი ძლივს დევიფსკვენი ციხიდანო. რადო მე ვთქარი. ახლა რა ვთქვი? ასამართლებს თუ ვიღაცას თლა წყალწაღებული კაცი ყოფილა, უყმარტი, უბედური ასე. გინძურია. და რო ასამართლებს ამას შეკითხვი ეგ. მოსამართლე შეეკითხა თუ ეს იყო მილორავა, სიმონიკა მილორავა ასეთი. ბიჭო კომუნისტური პარტიის წევრი თუ იყავი ოდესმე. არა რაღაცა იმას. კომსომოლაში თუ იყავი, კომსომოლაში. არა ვარც კომსომოლაში არ ყოფილა. პიონერია რო იყო, პატარებისთვის იმაში თუ იყავი ადრეო, იმის წევრი თუ იყავი. არა ვარც იქანა. აბა საგაფუჭდი ასე შეშულა. არტის ერთ ვარ ყოფილიყარ საგაფუჭდი. იყირავენ თურმე ამის გული. ძლივს გამოვაგდეს ციხიდან. საწყალი აცხონას მოდა დიდებული კაცი. იყო ადვოკატი ირაკლი შალვასზე ნიჟარაძე. მაგრამ ეძახდნენ სულ იმასე. ნიშჩასტნი ადვოკატი. ერთ საქმე არ ქონდა მოგებული. ამეტანი წარმატებული ყოფილა თავის საქმეში. ხო და ერთხელ იცავს კაცო ებრაელს რაღაცას. ამ ებრაელს რაცა დიდი დანაშაული არა აქვს, მაგრამ მიცენ რაღაცა 2 თვე თუ 3 თვე რო იყო იძულება სამუშაო. სამუშაო. და ირაკლი შალვაშვილი ჩამოთხრა, შენო არ ვიციო, შეიძლება კმაყოფილი ხარ შენო ამ შედეგით. მე ვგრძნობ თავს შეურაც ყოფილა. რას ქვია შენ მაგენმა 3 თვე მოგწევ. წამოდი ახლა თბილისში წავიდეთ უზენაეში და ვარღვიოთ ეს საქმე თავიდან. დავიწყოთ იგი და რას ქვია 3 თვე მოგწევ შენ უნდა გამოხვიდე რაკეთ ამ წუთში. ჩამევიდნენ თბილისში, ნუ ახლა იფული აიღარჯა გზა, იგი საჭმელი იქანა კიდე რაცა იგეული. ყველაფერზე ყაბულია ეს ებრაელი, ოღონდ იგი არის. ჩავიდნენ და დაშალენ ეს მე დაიწყო ხელახლა ძიება კიდე. გევიდა სასამართლოზე სახ. 2 წელიწადს აძლევენ ციხეს ამ ებრაელს. ისე წევიდა. გადაირი ებრაელი გახმას არის. მოსამართლე ხო ეკითხება ბოლოს იმას დამნაშავე ვინც არის. აბა დამნაშავე ბოლოს რას ხო სასამართლოს. ადვოკატ გამჩერე დანარჩენ მე მიხედავ ყველაფერს. ებრაელი ეს გამიჯერე. ელექიმი გამიჯერეთ, ელექიმი და დანარჩენ მე მიხედავ ყველაფერს. კარგია. ახლა ბატონო მურმან და ბატონო ამირან. ჩვენი ის საფირმო დუეტი რო შევასრულოთ იმერული ღიღინი, რომელიც ამ შემადგენლობით არ შესრულებულა და მე ვფიქრობ ეს ძალიან დაამშვენებს ჩვენს საახალწლო ეთერს. აბა ჩიტუმები შემომსხედა რანახეზე
და ღელში ჩახატულან ერთან შენ ყოველთვის გამწყარალი ხარ ჩემზე მე კი მუდამ ყოფნა მინდა შენთან შენ ყოველთვის გამწყარალი ხარ ჩემზე მე კი მუდამ ყოფნა მინდა შენთან ზეცა აიმღვრა ქალის გულივი მალე წამოვაწვიმა და თქეში ზემო იმერელა ზნაურივით მიყვანწება ბილიკი ტყეში ზემო იმერელა ზნაურივით მიყვანწება ბილიკი ტყეში აქ მიყვარდა ერთი გოგო აიბნებდა განგება ღილებს იქნება ხლა აკვან სურწელს თვალ ბრიალა შვილი შვილებს იქნება ხლა აკვან სურწელს თვალ ბრიალა შვილი შვილებს მეთქვა არ მეთქვა ჩემს გულში დარდმა იდავა იომა თვარს რომ იმდენი უმღერე რა დაგიშავა რიონმა თვარს რომ იმდენი უმღერე Jorada Gishawa Riona უღრმესი მადლობა ჩვენს სტუმრებს ბატონებს გურმან შათილიშვილს და ამირან ჩხაიძეს. მადლობა.